გამარჯობა, მე ირაკლი ვარ არაბული, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. თქვენი იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან ამით ძალიან დაგვეხმარებით. ასევე კომენტარებში დაგვიწერეთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურსათზე და სურსათის უნებლობაზე და დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ვიდეოებს. დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ზეთებს, სცენარეულ ზეთებს, რაფინირებულებს და არარაფინირებულებს და მოდი დღეს ამ ვიდეოში გადავჭრათ პრობლემა, თუ რომელი ზეთი უნდა გამოვიყენოთ წვისთვის, ხოლო რომელი ზეთი ცივად სალათებისთვის, რაფინირებული თუ არარაფინირებული. გთხოვთ დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ვიდეოს განმავლობაში გაიგებთ იმას, თუ რა ტემპერატურაზე იწვება ზეთები, რა ტემპერატურის შემდეგაც ზეთი ხდება კანცეროგენული და გამოიყოფა მასში საშიში ნივთიერებები, როგორიც არის აკრილამიდი. ზეთია, ალბათ ბევრისგან გაგიგიათ ეს გამოთქმა და ხშირად გონია, რომ თითქმის ყველა ზეთი ერთ და იგივე დანიშნულების არის, ერთ და იგივე მიზნისთვის უნდა გამოვიყენოთ და სარგებლიანობაც და უნებლობაც ერთ და იგივე აქვს, მაგრამ ეს რეალურად ნამდვილად მასზე არ არის, რადგან ამ შედარებით ამ ზეთებშიც, რომელიც მარტივად ჩანს, საკმაოდ დიდი განსხვავებაა. დღესდღეობით ბაზარზე მცენარეული ზეთები არსებობს ორი დასახელების. ეს არის რაფინირებული მცენარეული ზეთები და არის არარაფინირებული მცენარეული ზეთები. დღეს აქ წარმოდგენილი გვაქვს ზეითუნის ზეთი, რომელიც არის არარაფინირებული, ექსტრა ვირჯინი, რომელიც არის ცივი დაწურვის შედეგად მიღებული და გვაქვს ასევე მზესუმზირის ზეთი, რომელიც არის რაფინირებული და დეზოდორირებული. დღეს განვიხილავთ თუ რას ნიშნავს რაფინირება და არარაფინირებული ზეთი, ასევე განვიხილავთ იმას თუ რას ნიშნავს დეზოდორირება და რაფინირება უფრო დეტალურად და რომელი ზეთი რა მიზნისთვის გამოვიყენოთ. ზეთი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი პროდუქტია. ზეთის ხილი, სეზამი, ნიგოზი, ადამიანი მას ათასობით წლის წინ წურავდა. ძველ საბერძნეთში ზეთი იყო საკვები, წამალი და ენერგიის წყარო. ტექნოლოგია მარტივი იყო, დაწურვა და მორჩა. იმ დროს ქიმია საერთოდ არ არსებობდა ზეთების წარმოების დროს. დეზოდორირება ნიშნავს პროცესს, რა დროსაც მაღალი ტემპერატურის და ვაკუუმის გამოყენებით ხდება ზეთის გაწმენდა. რაფინირების დროს ზეთი გადის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებას და სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით მუშავდება, რა დროსაც სცილდება მას მკვეთრი სუნი, სცილდება ის მავნე მინარევები, რამაც შესაძლებელია მასზე იმოქმედოს უარყოფითად. შესაბამისად, ასეთი ზეთი უფრო ხანგრძლივად ინახება და უფრო მაღალ ტემპერატურას უძლებს. ალბათ ყველას გაგიგიათ ესეთი გამოთქმა, ზეთში კვამლის წერტილი, ეგრეთ წოდებული smoke point-ი. რას ნიშნავს ეს კვამლის წერტილი? თითოეულ ზეთს, ეს იქნება რაფინირებული თუ არარაფინირებული, აქვს კვამლის წერტილი, ტემპერატურის ის ნიშნული, რომლის ზევითაც ზეთი იწყებს წვას და მავნე ნივთიერებების გამოყოფას. ამიტომ არარაფინირებულ ზეთებს შედარებით დაბალი წვის ტემპერატურა აქვს. ეს მერყეობს თვითონ მცენარიდან გამომდინარე, მაგალითისთვის მზესუმზირის არარაფინირებულ ზეთს, როგორც არის მაგალითად კახური ზეთი, ჩვენი ტრადიციული ზეთი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებთ, მას კვამლის წერტილი აქვს დაახლოებით 107 გრადუსამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ზეთი, კახური ზეთი, არ უნდა გავაცხელოთ 107 გრადუსზე ზემოთ, რადგან ამ დროს გამოიყოფა ზეთში მავნე ნივთიერებები. შესაბამისად, სხვადასხვა მცენარისთვის არსებობს სხვადასხვა კვამლის წერტილი, რომელსაც ცხრილის სახით შემოგთავაზებთ და შესაბამისად არარაფინირებულ ზეთებს შედარებით უფრო დაბალი კვამლის წერტილი აქვთ, ვიდრე რაფინირებულ ზეთებს. რაფინირებული ზეთების შემთხვევაში კვამლის წერტილი საშუალოდ არის 220 გრადუსიდან 240 გრადუსამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაფინირებული ზეთები არ იწვება. თუ ავაცილთ წვის ტემპერატურას 240 გრადუსის ზემოთ, რაფინირებული ზეთების დაიწვება და გახდება საშიში. მესმის ძნელია, რომ წვის დროს განსაზღვროთ ტემპერატურა, თუ რა ტემპერატურაზე ხდება უკვე ზეთის წვა, ამიტომ თუ შეწვის დროს ხდება ისე, რომ ტაფას ბოლი აზდის და ზეთი იწვება,
მაშინ უნდა გავაჩეროთ ეს პროცესი, რადგან ამ დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, როგორიც არის აკრილამიდი. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა არარაფინირებულ ზეითუნის ზეთში სხვადასხვა პროდუქტების შეწვა. ყველა ამბობს და ყველა რეკომენდაციას უწევს, რომ არარაფინირებულ ზეითუნის ზეთებში პროდუქტის წვა არ შეიძლება. ეს სწორიც არის, რადგან საკმაოდ დაბალი კვამლის წერტილი აქვს არარაფინირებულ ზეთებს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ მასში პროდუქტების შეწვას. თუ მაინც და მაინც გსურს, რომ არარაფინირებულ ზეთში შევწვათ რაიმე პროდუქტი, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დაბალ ტემპერატურაზე დავამუშაოთ ეს, რომ არ მოხდეს კვამლის წერტილამდე მისვლა და ზეთის წვა. უმჯობესი იქნება თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ არარაფინირებულ ზეთებს წვის დროს და არარაფინირებულ ზეთებს მათ შორის ზეითუნის ზეთსაც გამოვიყენებთ ცივად სალათებისთვის. ზეითუნის ზეთი არსებობს რამდენიმე სახის, ძირითადად გავრცელებული არის ბაზარზე არის ექსტრა ვირჯინი, ანუ ექსტრა ვირჯინი არის ისეთი ზეთი, რომელიც დაწურულია ცივად. ანუ როდესაც ზეთისხილი იკრიფება, პირდაპირ გადის ასე ვთქვათ დაწურვის პროცესს, შემდეგ იფილტრება და უკვე ასეთი სახით მიეწოდება მომხმარებელს. არ არის დამუშავებული ის ქიმიურად, შესაბამისად მასშიც კვამლის წერტილი რაფინირების გზით არ არის აწეული. ამიტომ არარაფინირებული ზეთების უნდა გამოიყენოთ ცივად სალათებისთვის. თუ მაინც და მაინც გსურს, რომ ამ ზეთში რაიმე პროდუქტი შევწვათ, ნუ გავაცხელებთ ძალიან და მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე ცოტა დროის განმავლობაში შევწვათ სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც ჩვენ გსურს. ეხლა ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რასაც სახლის პირობებში უშვებთ და რა შემთხვევაში ზეთი სასარგებლოს ნაცვლად ხდება ჯანმრთელობისთვის საშიში. როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ მცენარეულ ზეთებს, ისეთები, როგორც წარმოდგენილია ბევრი ბაზარზე და რომელიც არის საყოფაცხოვრებო სახლში გამოყენებისთვის, მაგალითად ეს, როდესაც მას მოვამზადებთ და რაიმე პროდუქტს შევწავთ მასში, კატეგორიულად აკრძალულია ესეთი ზეთის ხელმეორედ გაცხელება, რადგან ამ დროს არსებობს იმის რისკი, რომ ზეთში წარმოიქმნას სხვადასხვა მავნე ნივთიერებები. ამიტომ, როდესაც ერთხელ გამოვიყენებთ, მეორედ არავითარ შემთხვევაში აღარ გამოვიყენოთ. მაგრამ აქ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ როდესაც მაგალითად ფრი იწვება, ფრის აპარატებში, ინდუსტრიაში, ინდუსტრიულ სამზარეულოში, რატომ ხდება ისე, რომ ეს ზეთები მრავალჯერ გრილდება და ბევრჯერ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის წვისთვის. ფრის აპარატებისთვის რეკომენდირებულია და აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ ისეთი მცენარეული ზეთები, რომელიც განკუთვნილია ფრის აპარატისთვის და მრავალჯერ გაცხელება გაგრილებისთვის და პროდუქტის ბევრჯერ შეწვისთვის. ასეთი ზეთები არსებობს ბაზარზე, შესაძლებელია შეგვხვდეს ასეთი ფორმით, ანუ თხევადი ფორმით და ეს იყოს მზესუმზირის, პალმის ან სხვა მცენარის ზეთი, მაგრამ ასევე გვხვდება ბაზარზე პალმის ცხიმი, რომელიც არის ერბოს კონსისტენციით დაახლოებით, რომელიც გამოიყენება მიზანმიმართულად ფრის აპარატისთვის, უпростоრად ფრიტურის აპარატისთვის, სხვადასხვა პროდუქტის და მათ შორის კარტოფილის წვისთვისაც. ეს ზეთი, ასეთი ზეთი, რომელიც ინდუსტრიულია, რომელიც უძლებს მრავალჯერ გაცხელება, გაგრილება, შედარებით მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და საშიშიც, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან ინდუსტრიულად მიღებულია ისეთი პროდუქტი, რომელიც უძლებს მრავალჯერ გაცხელება, გაგრილებას. ბევრ თქვენთანგანს ალბათ მიაჩნია და გაუგია, რომ პალმის ცხიმი არის ცუდი. ამაზე ჯერჯერობით ოფიციალური წყაროს მიერ გამოცემული რეკომენდაცია, ასე ვთქვათ, გაიდლაინები არ არსებობს. სოფლიოში იყოფა, ასე ვთქვათ, მეცნიერების აზრები ამ პროდუქტებთან დაკავშირებით და როდესაც რაიმე პროდუქტის რომელიმეზე კონკრეტული აკრძალვა ხდება, ეს აკრძალვა ხდება რომელიმე საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოს მიერ და შესაბამისად მთელ სოფლიოშიც მოხდება ამის აკრძალვა. დღესდღეობით არსად არ არის აკრძალული პალმის ზეთი, უბრალოდ რეგულირდება მისი გამოყენება, რეგულირდება მისი სწორად მოხმარება და შესაბამისად სწორად გამოყენების შემთხვევაში და მცირე რაოდენობით მირთმევის შემთხვევაში ის საზიანო არ იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ
მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება და არჩევანი გააკეთოს თვითონ ისეთ პროდუქტზე, რომელიც მას ნამდვილად სურს. რადგან სურსათის უნებლობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის მარტო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის ადამიანის და მომხმარებლის ინფორმირებულება, გააკეთოს სწორი არჩევანი, ისეთი არჩევანი, რომელიც მას ნამდვილად სურს. რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო ზეთებთან დაკავშირებით, ვიტყვით განმეორდები კიდევ ერთხელ, რომ გვაქვს ჩვენ ძირითადად ბაზარზე რაფინირებული და არარაფინირებული ზეთები. რაფინირებული ზეთები გამოვიყენოთ წვისთვის, მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისთვის. ვეცადოთ რომ არ დაუწვათ და ბოლი არ აუვიდეს ზეთს, იმიტომ რომ ასე დროს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ხოლო ერთზე მეტი გაცხელება მცენარეული ზეთების შემთხვევაში ამ ფორმის ზეთებისთვის არ არის რეკომენდებული თუ ის არ არის ინდუსტრიული ზეთი. რაც შეეხება ზეითუნის ზეთებს, extra virgins, მოდი ამაზე ვისაუბროთ, რადგან ეს ყველაზე ფართოდ გამოყენებულია. ძირითადად გამოიყენეთ სალათებისთვის და არ გამოიყენოთ წვისთვის, რადგან საკმაოდ დაბალი წვის ტემპერატურა აქვს, მაგრამ მაინც და მაინც თუ გინდათ რომ ამ ზეთში სხვადასხვა პროდუქტები შეწვათ, მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე შეწვით და მაქსიმალურად მცირე დროით, რადგან ზეთმა არ დაიწყოს წვა. აქვე შეგახსენებთ კომპანიებს, რომ თუ გსურთ თქვენი პროდუქტის განხილვა, ასე ვთქვათ, ჩვენებურად, რომ განვიხილოთ თქვენი პროდუქტები და ვისაუბროთ ამ პროდუქტის შემადგენლობაზე, მის კომპონენტებზე და ასე შემდეგ, გამოგვეხმაურებთ, აღწერაში მითითებული იქნება მეილი და მოგწერეთ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ინფორმაციის მატარებელი იყო თქვენთვის. თუ გსურთ ასეთი ვიდეოები გაგრძელდეს, გამოგვიწერეთ არხი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. კომენტარებში დაგვიწერეთ ის პროდუქტები და ის თემები, რა თემების ირგვლივაც გსურთ რომ იყოს ვიდეო და უფრო მეტი და სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეთ. ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, HASP სისტემის დანერგვისთვის, თანამშრომლების ტრენინგისთვის და სხვა სურსათის უნებლობის მომსახურებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.